საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში სამგლოვიარო ზარები დაირეკა. თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირებმა ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი, შემდეგ კი სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს. ღვთისმსახურება ახალციხის მაცხოვრის სამაღლების სახელობის ეკლესიაში ტაძრის მღვდელმსახურმა აღასრულა. მამა ნიკოლოზმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ განსაცდელი თითოეულ ადამიანზე მოვიდა, ამიტომ უფალს მიტევება უნდა ვსთხოვოთ. შეგახსენებთ, რომ 13 ივნის გვიან ღამით უხვინ ალექის გამო მდინარე ვერ ეადიდდა. არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. ათობით ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის გამო თბილისის ქუჩებში ამ დრომდე ეძებენ ვოლიერებიდან გაქცეულ ცხოველებს. ქალაქში შეზღუდულია მოძრაობა. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა სამგლოვიარო პანაშვიდი მათი სულების მოსახსენებელი და შემდგომში პარაკლისი მშვიდობისათვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ და ინებოს ღმერთმა, რომ ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა აცხნოს მათი სულები და ღმერთს შევევედროთ იმისათვის, რომ აგვაძლიეროს მშვიდობა მოგცეს და ჩვენი ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამინ.